დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენს ეთერში ახლა მაყურებელსა და რადიო მსმენელს უსმენთ და მაყურებელსა და რადიო მსმენელს გექნებათ შესაძლებლობა დაგვიკავშირდეთ ჩაერთოთ გადაცემაში და უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას. სტუდიის ტელეფონის ნომერზე 557-88-95-88-ზე. პირველ რიგში ვინაიდან ხვალ 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, ვისაუბრებთ სწორედ ამ თემაზე და ჩვენ მოვისმენთ საზოგადოების შეფასებას, რამდენად იმედიანად უყურებთ ამ პროცესს, აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და რაც მთავარია, მიდიხართ თუ არა არჩევნებზე, როგორი იქნება თქვენი მოწოდება პოლიტიკოსების და დანარჩენი საზოგადოების მიმართ. ეს არის ჩვენი ძირითადი კითხვა და რა არის ის მთავარი საკითხები, რომელიც ბუნებრივია ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს გაწუხებთ, რომელზეც უნდა იფიქრონ შემდეგში იმ ადამიანებმა, რომლებსაც მოხასავთ საარჩევნო უბნებთან. იცნობთ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებსაც აპირებთ, რომ მხარე უნდა დაუჭიროთ აგრეთვე და რაც მთავარია, როგორია განწყობა საზოგადოებაში, ბუნებრივია ჩვენ გვაინტერესებს და უნდა მოვისმინოთ გადაცემის მსვლელობის დროს აი ამ განწყობის შესახებ, ვინაიდან ჩვენ ვიცით ზოგადად პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოებაში დიდი უნდობლობა არსებობს, აი ამ განსაკუთრებულად დაძაბული, პოლარიზებული გარემოდან გამომდინარე ადამიანებს ნიჰილისტური განწყობა აქვს, თუმცა ჩვენ აუცილებლად აი ამ გადაცემით უნდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად უნდა ჩაერთოთ ამ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე და რომ აუცილებლად ვიყოთ აი ამ განწყობით, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მოусმინოთ მაყურებელს, რომელიც შემოგვერთა პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. გისმენთ, ისაუბრეთ. მადლობა შეფასებით. დიახ, გისმენთ. იბატონო, მადლობა ზარისთვის, იმისთვის, რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. მე გეთანხმებით, აუცილებლად ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა, არ უნდა დაიკარგოს თითოეული ადამიანის ხმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხვალ ავირჩევთ, შემდეგ უნდა გქონდეს აი ამის შესაძლებლობა, რომ მივმართოთ ჩვენი პრობლემებით, იზრუნონ ჩვენი მნიშვნელოვანი თემების გადაჭრისთვის, მნიშვნელოვან თემებზე საფიქრებლად იმუშაონ და რაც მთავარი ამ ადამიანებს უნდა ქონდეთ გააზრებული ვინ არიან და რომ ისინი წარმოადგენენ საზოგადოებას, სოფელი იქნება ეს რეგიონი თუ ქალაქი. მოусმინოთ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ხალხს უჭერ გენაცვალე პატრიოტულ ალიანსს. იბატონო, არჩევნებზე მიდიხართ ქალბატონო ხვალ? აუცილებლად მივალ. მე კი არა, ჩემს გარშემო ვინდენი ხალხია, რომ რაღაც არ ვიცი. მე დარწმუნებული ვარ, რომ პატრიოტული ალიანსი გაიმარჯვებს. მადლობა ზარისთვის, კი ბატონო, მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. რაც მთავარია, აი ესეთი განწყობა, როდესაც მესმის პირდაპირ ეთერში უკვე არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ნამდვილად გადაღლილია ჩვენი საზოგადოება იმ პოლიტიკური ქაოსით, რომელიც ხდება ჩვენს ქვეყანაში, იმ პოლარიზაციით, რომელიც ბოლო დროს ნამდვილად ვერ პოულობს სტაბილურობას და მუდმივი გამოსვლები, მუდმივი დაპირისპირება ეს ქუჩაში გადასული პროცესები საზოგადოებას სჭირდება საქმე, რომელსაც ეს ადამიანები გააკეთებენ და რომელსაც აი ამ ადამიანებს ჩავაბარებთ ჩვენ, რომ ჩვენი ხმა იყვნენ, ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. დიახ, მივდივარ არჩევნებზე და ხმას ვაძლევ 41-ს. კი ბატონო, თქვენი მოწოდება რა იქნება ქალბატონო პოლიტიკოსების და დანარჩენი საზოგადოების მიმართ? წავიდე ყველა არჩევნებზე. მადლობა. მადლობა ზარისთვის. როგორი მერები და საკრებულოს დეპუტატები სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ბუნებრივია ეს კითხვაც აუცილებელია რომ ჟღერდეს და საინტერესოა თქვენი შეფასებები, როგორები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გახდებიან მერები და საკრებულოს დეპუტატები. იცნობთ თუ არა ამ ადამიანების ბიოგრაფიას, იგივე მათ წარსულს, მათ სამომავლო ხედვებს და გაქვთ თუ არა გააზრებული, რომ ეს ადამიანები აი ამ პასუხისგებლობისთვის არიან თუ არა მზად. აი ამაზე თუ გიფიქრიათ იმ ადამიანს, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროთ, აქვს თუ არა იმის რესურსი, რომ ის პრობლემები, რომელიც გაგაჩნიათ, მოაგვაროს და აი ამ პრობლემებზე იფიქროს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ.
გამარჯობა, ტელევიზორს ჩაუწიეთ ხმა. გისმენთ, ისაუბრეთ. გაითიშა ზარი, ბუნებრივია მაყურებელსა და რადიო მსმენელს კვლავ გაგიმეორებთ და შეგახსენებთ, როდესაც დაგვიკავშირდებით, აუცილებლად უნდა ისაუბროთ ტელეფონის მეშვეობით. ნუ დავკარგავთ, ძალიან გთხოვთ ჩვენს მნიშვნელოვან დროს, ძვირფას დროს და დავუთმოთ საქმეზე საუბარს ეს დრო. ტელეფონით ისაუბრეთ ხოლმე და თუ შეიძლება რომ ტელევიზორს ოდნავ მოშორდეთ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ. სამწუხაროდ სუდად მისმის თქვენი ხმა ვერ ვისმენ შეფას. გაითიშა კიდევაც ზარი ვერ ვისმენდი და ბუნებრივია შეფასებას ვერ გავაკეთებ, რაზეც საუბრობდით. კვლავ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერზე და გააჟღეროთ თქვენი სათქმელი. მანამ კი მორიგ მაყურებელს მოусმინოთ. მოგესალმებით. გამარჯობა, მიდიხართ თუ არა არჩევნებზე ხვალ? კი მივდივარ, მაგრამ მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. ეს პატრიოტთა ალიანსია, ხო? ობიექტივში რეკავთ ბატონო, პირდაპირ ეთერში. მე მინდა პატრიოტთა ალიანსი დაბლაბალაგებული, მაგრამ ერთი კაი ბატონო იყოს პირდაპირ ეთერში. გისმენთ. მომისმინეთ. აი ეს ოპოზიცია, თუ უნდათ გამარჯვება. უნდა გაერთიანდეს თუ ყველა და გამარჯვებული არიან. სალსანკე რაც უნდა ილაპარაკონ, მაგერი ერთერთი ვერ გავა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მიდიხართ თუ არა არჩევნებზე, როგორი იქნება თქვენი მოწოდება პოლიტიკოსების და დანარჩენი საზოგადოების მისამართით, როგორი მერები და საკრებულოს წევრები უნდა ავირჩიოთ და როგორი მერები და საკრებულოს წევრები სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ქალაქებსა და რაიონებს. როგორია თქვენი შეფასებები? მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. შორენ აქტორალზენდები? ლიზა გახლავართ და გისმენთ. აიღლა უყურეთ, აი, ვინ უნდა ავირჩიოთ, მითხარი, რაც სიკეთე უნდა მოიტანო. გამსახურდიასნაირ კაცს ვეღარ ანახავთ. შარტავასნაირ კაცს ვეღარ ანახავთ, ესე. ერთადერთი საქართველოს გადარჩენის შანსი არის ყველა მოღალატის სალამ ეკანონში არ ჩაიდება მოღალატე ვინც არის და აგერ მოღალატის იმას ვერ გახიან ეს მოღალატე სალამ მათი გაძლიერება არ იქნება აი ეს კანონის სალამ არ იქნება არაფერი არ ეშველება შორნა არაფერი შვილო ამიჩერე უნდა გააძლიეროს საქართველოს გრაჟდანს უნდა დააჭო არჩევნებში მიდიხართ ხვალ აპირებთ მონაწილეობის მიღებას მე მივდივარ კი ბატონო მე სიმართლე გითხრა მე და ერთნი იყვნენ პატრიოტთა ალიანსი და ისინი რა ქვია კონსერვატორები გასაგებია მადლობა ზარისთვის კი ბატონო მადლობა ზარისთვის მოვისმინეთ თქვენი შეფასება რაც მთავარია თქვენ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გააზრებული გაქვთ თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე მიდიხართ თუ არა არჩევნებზე როგორი იქნება თქვენი მოწოდება პოლიტიკოსების და დანარჩენი საზოგადოების მიმართ მოусმინოთ მორიგ მაყურებელს მოგესალმებით ალო მივდივარ არჩევნებზე და მივყავთ რამდენი მეკაცი კიდევ რომ ვასმის მიწებს აიმიტომ ყველა ცუდად მესმოდა ბოლო ნაწილი რომ ვის მისცეს ხმა ვერ მოვისმინე პატრიოტთა ალიანსი პატრიოტთა ბიჭებმა ბედაჩმა ახლობლება ყველა გასაგებია მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით პირდაპირ ეთერში და მიხარია რომ ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც გვიკავშირდება პირდაპირ ეთერში ყველა თითქმის ერთხმად აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოусმინოთ მორიგ ზარს მოგესალმებით გამარჯობა გისმენთ გამარჯობა არჩევნებს გეიგოთი ვინც გამოუცხადა ასკარას შესწომაშია ესამანიდი მე არ ვიცი ვინ შეუგდეს კათოლიკოსებამ სხვა მე არ ვიცი კაცო ესულიყვნენ დილით არჩევნებზე და საღამოს აქციებზე ხო შეიძლებოდა ასე რა და ესულო ოპილიკულა მონაწილეობა შეიძლება თბილისში ვაფშე გარანტირებულია წარსულებს ხმა
აშკარა შეცდომა მე არ ვიცი პროვოკატორებიც არიან და ვინც არის აუცილებლად უნდა წავიდეთ ჩვენ მიდივართ მადლობა ეს არისთვის მიხარია, როდესაც აი ასეთი ზარები მესმის და ნამდვილად გეთანხმებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ამ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, უნდა მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ აქ არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება ჩვენ ვერ შევცვალოთ მთელი პოლიტიკა, რაც ქვეყანაში ხდება, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის დეპუტატები, ის მერების კანდიდატები, რომლებიც არიან წარმოდგენილები და რომლებსაც უნდა დავუჭიროთ მხარი, საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარების ახალი პოლიტიკის შექმნის, საზოგადოების დახმარების ნაწილში და თქვენ გეყოლებათ თუ კი კეთილსინდისიერ ადამიანებს არჩევთ, გეყოლებათ სანდო ადამიანები იმ საკრებულოებში, რომელსაც შეგიძლიათ შემდეგ თამამად მიმართოთ, როდესაც გაქვთ ხოლმე ასეთი დამოკიდებულება, რომ კარებზე ვერავის ვერ მიუკაკუნებთ, ვერ ეტყვით თქვენი პრობლემების შესახებ, როდესაც თქვენ იცით, რომ ეს კეთილსინდისიერი პატრიოტი ადამიანია, რომელსაც თქვენ მხარი დაუჭირეთ და იქ ნამდვილად დაიმსახურა მან შესვლა, ის ადამიანი ყოველთვის გაგიღებთ კარს და მოისმენს თქვენს პრობლემას და რაც მთავარია იმუშავებს თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. მოგესალმები გენაცვალე. გამარჯობა. იმსულა უნდა და სულილება უნდა. ქვეყანაში სულილების შემოტანა უნდა. ის და თავის ქვეყანა უყვარს, უეჭველად უნდა წავიდეს არჩევნებზე. და ხმამისეს ღირსეულ კანდიდატებს ჯანსაღი ძალები უნდა მოვიყვანოთ. მე პირადად მივდივარ და არაფერი არ მაქვს დასამალი ვაძლევ პატრიოტთა ალიანსს ხმა. ჩემო კარგო და ყველა უნდა წავიდეს, აი თუ გაყალბდება მე იმ შემთხვევაში უნდა გამოვიდეთ ყველა გარეთ და გავაპროტესტო და დავიცვათ ჩვენი ხმები. მადლობა ზარისთვის, მადლობა იმისთვის, რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთით გადაცემაში. 557-88-95-98 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და მიდიხართ თუ არა არჩევნებზე, ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა, გააზრებული გაქვთ თუ არა, რამდენად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელშიც ხვალ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ვუპასუხოთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობა. მივდივარ აუცილებლად და ხმას ვაძლევ პატრიოტთა ალიანსს და ყველას მოუწოდებ მოვიცილოთ ეს ნაცხოვრი მთავრობები. მათი საქართველოს სამშობლო არ არის. ისინი თვლიან, რომ საქართველოს მათი ფული საჭრელი მანქანა. აუცილებლად უნდა მოვიცილოთ ის. კარგად გრძნდებოდი. მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. როგორი მერები და საკრებულოს დეპუტატები სჭირდება ჩვენს ქალაქებსა და რაიონებს. ეს არის აგრეთვე ჩვენი კითხვა, რომელზეც შეგიძლიათ რომ უპასუხოთ, ვინ უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს პრობლემებს ჩაიბარებენ, მოусმენენ, იმუშავებენ ამ პრობლემებზე და უკეთეს კეთილდღეობას, უკეთეს მომავალს შეგექმნიან, კეთილდღეობას უზრუნველყოფენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ თავად კეთილსინდისიერი ადამიანები, ვიცოდეთ მათი წარსული რა გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის, სად იყვნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში და რა ხედვები აქვთ სამომავლოდ, როგორ ხედავენ ისინი თვითმმართველი ორგანოების, ქალაქების განვითარების გეგმა, როგორ წარმოუდგენიათ, აქვთ თუ არა დანახულის პრობლემები, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს, სოფელი იქნება ეს თუ ქალაქი, უამრავი პრობლემის გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება, ამიტომ მე ვფიქრობ, ვისაც უნდა რაიმე შეიცვალოს, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ არჩევნებში, უნდა დააფიქსიროთ თქვენი მხარდაჭერა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ, კონკრეტული პერსონის მიმართ და გააკეთოთ სწორი და გააზრებული არჩევანი. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. ჰალო. გამარჯობა. მოგესალმებით. გისმენთ. აუცილებლად მივდივარ და მივყავს 3-4 კაცი აქტიურებს, რომელიც პატრიოტთა ალიანსს აზროვენ ხმას. ოჩება არ იყო ქართული ხალხის საწოდება. ესენი არიან პარაზიტები. აბა თურავ. მივდივარ მოწოდათ ის ადგილი, სადაც დაიმსახურეს ხალხს. ივანიშვილი უნდა გავავიოთ აქედან. პარამივანიში ზარბოაშერებს აქედან. ამ ქვეყანას არ შეიძლება არა. ესენი არიან ფულის ბოლატი ხალხი. ფულზე არიან გადასულები
ქვეყანა სულავწაართვა და ქვეყანა. ამიტომ ივანიშვილი უნდა ავიდეს თავის ბანდა არის ეს. სააკაშვილი მუშაობდა იარაღით და ესენი მუშაობენ მოტყუებით. ივანიშვილი არის ბატყვარაკაცი. გაუცნობელი კაცი, რომელსაც ციგნი არ აქვს დაწესებული. გასაგებია. მადლობა ზარისთვის იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით და ჩართეთ გადაცემაში. კარგია, რომ არჩევნებში აპირებთ მონაწილეობის მიღებას და ცუდია, რომ ნამდვილად აი ასეთი განწყობებია ჩვენ საზოგადოებაში ადამიანების, პოლიტიკოსების მიმართ, რომლების მიმართაც ძალიან დიდი ნდობა არსებობდა, რომლების მიმართაც მოლოდინი იყო, რომ ქვეყანაში უკეთეს პირობებს, უკეთეს ცხოვრებას შექმნიდნენ და რაც მთავარია, აუცილებელია, რომ რწმენა არ დაკარგოთ, იმედი არ დაკარგოთ, ბრძოლის უნარი არ დაკარგოთ, აუცილებელია პატრიოტული ძალების, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა, რომლებსაც ქვეყანა უყვართ, შეძლონ საკუთარი აი ამ ძალით, აი ამ რესურსით, რომელსაც მათ საზოგადოება მიანიჭებს, უკეთესი მომავალი შექმნა ჩვენს ქვეყანაში. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გისმენთ. მე აუცილებლად მივდივარ არჩევნებზე და ყველას მოუწოდეთ წავიდეთ, იმიტომ რომ ერთი ხმაც არის გადამწყვეტი და ქართული ოცნებაზე კარგი პარტიას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ საქართველოში. გასაგებია. მადლობა ზარისთვის, იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში 557 88 95 88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი, აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და როგორი ადამიანები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ჩავაბარებთ საკრებულოს დეპუტატობას და ქალაქებს, რომ ხშირ შემთხვევაში მერებსაც ვირჩევთ ჩვენ და აქედან გამომდინარე ასე დავსვავ კითხვას. მიდიხართ თუ არა არჩევნებზე და გააზრებული გაქვთ თუ არა ის პროცესი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, მანამ კი გეტყვით იმას, რომ აი ეს პროცესები, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ აი ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანაში, დაძაბულობა, მუდმივი გამოსვლები, იგივე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები მუდმივად ყავდება, საზოგადოებას ძალიან ძიმე ტვირთად იქცა, საზოგადოება უკვე ძალიან დაღლილია აი ამ პოლიტიკური პროცესების მიმართ უნდობლობა გააჩნია და ბუნებრივია მე მესმის ამ ადამიანების, თუმცა ამაზე მაღლა აუცილებლად უნდა დავდგეთ და აუცილებლად უნდა გამოვნახოთ ბრძოლის უნარი, ბრძოლის ასე ვთქვათ შესაძლებლობაც არსებობს და უნდა მივიდეთ ყველა აუცილებლად პირველ რიგში საარჩევნო უბნებზე და ჩვენი პასუხისმგებლობა მოვიხადოთ ქვეყნის წინაშე. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, მოგესალმებით. ალო. ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობა. გისმენთ. კემები ვარ არჩევნებზე, მე ვარ პატრიოტული პარტია, და მე ვარ აქტივისტი. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. ესე იგი, თუ სწორად მოვისმინე, ჯერ მიდიხართ არჩევნებზე, აძლევთ პატრიოტთა ალიანსს ხმას და შემდეგ მიდიხართ აქციაზე. საინტერესოა ნამდვილად. მადლობა ზარისთვის. ვინაიდან მაყურებელმა ახსენა აქცია, უნდა აღვნიშნოთ, რომ ხვალ გარკვეული პოლიტიკური პარტიების ასე ვთქვათ, ნაწილი არ იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის ნაციონალური მოძრაობა, მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები და ეს პოლიტიკური პარტიები ხვალ 4 ოქტომბერს აანონსებენ აქციას. ვიცით, არ ვიცით როგორი ასე ვთქვათ მსვლელობა ექნება, გაგრძელება, თუმცა ფაქტია, რომ რაღაცნაირად გაყოფილია ჩვენი საზოგადოება, ერთი ნაწილი აქციაში იღებს მონაწილეობას და არჩევნებზე არ აპირებს საერთოდ მონაწილეობის მიღებას, ერთი ნაწილი არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მაგრამ თქვენნაირი მაყურებლებიც არსებობენ თურმე, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც და შემდეგ აქციაზე წასვლას. საინტერესოა და მადლობა აი ამ ზარისთვის, რომელიც გააჟღერეთ პირდაპირ ეთერში და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, გისმენთ. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ. გესმით ჩემი ხმა? სამწუხაროდ გაითიშა ზარი. 557-88-95-88-ზე გვიკავშირდებით. ხვალ ვინაიდან არის ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები, აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მორიგი ზარია კვალ, მოგესალმებით. გამარჯობა, ლიზი გენაცვალე. გამარჯობა, გისმენთ. მე წეღან მინდოდა გამოსვლა და ვერ გამოვედი ბოდიში თუცებ ვიტყვი. იმ ქალბატონმა თუ ჩემი შვილიო ვერ მომაწვდის რამესო
გამიჭირდებაო და სხვას თუ არ ახყავს მიმწვდელიო შვილო ღმერთმა ყველა შვილები კარგად უმყოფოს ჩემი შვილები 500 ლარზე მუშაობენ მე როგორ უნდა გავუწოდო იმას ხელი შვილო მითხარი აი ზამთარი მოდის სათბილო ადამიანს უნდა 500 ლარიან ოჯახს ჩემი შვილიშვილებს ხარ მე უკანასკნელად ვიჭირვებ და სკოლაში წასასვლელ ფულს ვაძლევ შვილო შვილები როგორ არა ყავს შვილო შვილებს თვითონ უჭის ყველას ხო პარლამენტარი და ბიზნესმენი შვილი არ აქვს არა გასაკებია მადლობა ყველა მოდის ლამაზად ლაპარაკობს ჩემო ლიზი მოვლენ მისები გახდებიან მე ისევ ლამაზად მოლაპარაკე ახალი ხალხი მოდის ისინიც მერე ბოდიში და ფეხებზე გვიკიდებენ 350 და 370 ლარი შვილო როგორ უნდა ვიცოცხლო ზაფხული ისე არიდარო საზამთრო და ხილი არ მიჭამი აი კიდევ კარგი რომ ისე გისახე არაჭას ხვენიან მე ჩემი თავის ხვენიან მაგრამ ეს შვილო მარცხრად გვიგდებენ ცოდონი არა ვარ შვილო მადლობა ზარისთვის და სამწუხაროა, როდესაც აი ასეთი მაყურებელი გვირეკავს ასეთ რამეს გვეუბნება ძალიან ეს თქვენი სირცხვილი კი არ არის ქალბატონო ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა, ტრაგედია, როდესაც ხანდაზმულ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომ არ აქვს საშუალება სეზონური ხილი შეიძინონ და აი ეს მათთვის არის ფუფუნება. არ ვიცი რა გიპასუხოთ, ძალიან სენსიტიური ვარ ასეთ საკითხებზე, ძალიან მტკივა გული, როდესაც აი ასეთ მაყურებელს უნდა ვუპასუხო. მე ვფიქრობ, რომ იმედი არ უნდა დაკარგოთ, ამიტომ უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე, მისცეთ ხმა თქვენს გააზრებულად ნაფიქრ კანდიდატს, გულით შეარჩიოთ კანდიდატი და შემდეგ რაღაცნაირად აი ამ ყველაფრის შეცვლას უნდა დაელოდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ უკეთესი ცხოვრების პირობები შეგექმნებათ მომავალში. ძალიან რთულია ნამდვილად არ არის პირველი, როდესაც აი ესე გვირეკავენ ხოლმე მაყურებლები, სულ გვირეკავენ პენსიონერები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ნახევარი თვე შიმშილობენ და ძალიან მტკივნეულია აი ამ ყველაფრის მოსმენა. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? იზის, სამოგევლე, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, არჩევნებში ყველამ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. რა ვქნათ მთელი ცხოვრება ასე ვირჩევდა თქვენი საშველი მაინც არა მაგრამ თქვენ მაინც უკან არ უნდა დევიხოთ არჩევნებში მონაწილეობა მე ქარტოფილი და მე ხალხი იზოლებული გახდება ქარტოფილის ხასრი რა მივიდეს აბა ახლა ყველა ჭკვიანი რომ იყოს მაშინ რა გვაქვს დასახდელი თქვენი გაჭირება თქვენს აზროვნებაში ბუდეს რომელ მოასწიეთ დაწაძეთ Paviciantes, digo, erano badistinase. Gushin, Katma, Gamorida, Otsi Sachebian, Ase, Ambrose, Imashi, Natia Mazana Sultanico, is irrespondent, Arva Sachele, Unico. Sayla Gavaka. Miu, Kato, Silasuatu, Mato, Magramo, Kukanasho, Roman Otiligo, Akla, Kentano, Katuli, Otinemo. National Pastor Talia Christian de Maso Hakan Mora Ganatebula Saikasiao, Magramo, Raki Katulo, Eta Logor, Logika Shachibota, somebody can click that house. Ratsangamiko, Romicho de Halko. I say, Kukanashia is Borotibia. That is very Kakan. Koda Roman Kobo, Boroti, Maki, get it to Maso. Magramo, Raki Boroti. Borotibia, my გასაგებია თქვენი შეფასება. მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთით გადაცემაში. 55588 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა. მივესალმები მორიგ მაყურებელს. ღია ეთერში ხართ.
ლიზი ძალიან მინდა რომ მივიდე არჩევნებზე პირველი შემთხვევა, როდესაც ვფიქრობ მივიდე თუ არ მივიდე, იმიტომ რომ სიმართლე რომ გითხრა, მე ვერცერთი პარტია ვერ დავინახე ისეთი, რომელსაც უნდა რუსეთთან ნამდვილად რეალურად გააუმჯობესოს ურთიერთობა. რამე თუ ევროპის ეშინია და ამერიკის ეშინია, ლანძღოლს დამიწყებენ და შეიძლება ამის გამო ომიც დამიწყონოდა. რუსეთის პარტნიორები როდესაც ვიყავით, ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდა. საზღვრები დაცული იყო, ეხლა ყველა მასხარად გვიგდებს, აბუჩად გვიგდებს, ყველა ტერიტორიები დაიპყრო, ყველა შვილი დაპყრობა და აბუჩად აგდება უნდა. და აი ბელორუსიის მაგალითი ავიღოთ, ლიზი, როგორ პროდუქციას უშვებს, ევროპას გაუსწრო ისეთ პროდუქციას უშვებს, როგორი აყვავებული ქვეყანა. არც ევროპას უჭერს ხას, არც ამერიკას, არც არავინ ლანძღავს, ვერაფერს ევროპეტებს, აქვს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან კარგი ურთიერთობა და არიან შვენივრად. არავინ არ ლანძღავს, არავინ ტერიტორიებს ვერაფერს ვერ უბედავს. არჩევნებზე აპირებთ ქალბატონო მონაწილეობის მიღება. ნორმალური ურთიერთობა არ მომავალში ექნება. ამიტომ ალბათ არავის არ მიცემ ხმას. გასაგებია, მადლობა თქვენი ზარის შინაარსი მოვისმინე. არ ხართ გადაწყვეტილი არჩევნებში აპირებთ თუ არა მონაწილეობის მიღებას, რუსეთთან დაახლოებას რაც შეეხება, რუსეთთან საუბარი შეიძლება დაკარგული ტერიტორიების აღდგენის, დაკარგული ტერიტორიების შემოერთების ნაწილში და იმ საუბარს არაფერი უდგას წინ აი ამ პროცესის, ასე ვთქვათ, დაწინაურებას და ამაზე ყოველთვის საუბრობდა პატრიოტთა ალიანსი, გონივრული მიდგომა, გონივრული საუბარი და აი ეს დიალოგის აუცილებლობა ყოველთვის ჰქონდა მას დაყენებული, რომ აუცილებელია რომ მტერსაც კი ესაუბრო. რაც შეეხება ბელორუსიზაციას, ეს წარმოუდგენელია ქვეყანამ უნდა განვითარდეს დამოუკიდებლად, არის ამის რესურსი, შესაძლებლობა და უნდა მოიპოვოს როგორც სტაბილურობა, ასევე უნდა იყოს დამოუკიდებელი და ეს სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს აუცილებლად ჩვენმა ქვეყანამ. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ალო? პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გესმით ჩემი? კი ბატონო, მესმის თქვენი, ისაუბრეთ ქალბატონო. ეხლა საქმე რაშია? მე ვარ ოცნების ამომრჩეველი. კი ბატონო. 24 საათი ლანძღავთ ამ ოცნებას. რა გააკეთეთ თქვენ? მანახეთ ერთი თქვენი გაკეთებული საქმე. მაჩვენეთ თქვენი გაკეთებული საქმე. მე არ ვიცი ამ ლანძღვაში რას გულისხმობთ ქალბატონო. ადრე ვიყავით თქვენი ამომრჩეველი, მაგრამ თქვენ არჩევნებში აპირებთ ქალბატონო მონაწილეობის მიღებას. დახევარი ხალხი გადავიდა ოცნების მხარეზე. ნახვამდის გემშვიდობებით მთავარ კითხვას, ძირითად კითხვას არ უპასუხეთ, თქვენ არ ვიცი აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა მთავარი აქ არის ის, რომ თქვენ ლანძღავთ მუდმივად ქართულ ოცნებას, ეს არ არის სიმართლე. ჩვენი მაყურებლები კარგად იციან, ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, ჩვენმა მაყურებლებმა კარგად იციან, რომ ჩვენ მუდმივად ვართ ხოლმე ქართულ ოცნებასთან აი ამ რეჟიმში, რომ ჩვენი ტელევიზიიდან ხმა მივაწვდინოთ, გავაგონოთ საზოგადოების ხმა, საზოგადოების პრობლემების შესახებ მუდმივად ვეუბნებით რა უნდა გააკეთონ თანამშრომლობაც კი ქვია ამას შემთხვევაში, როდესაც გაწუდი იმ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებიდან მოდის, საზოგადოების პრობლემებზე ხელი გვიდევს და ვეცნობით აი ამ ყველაფერს, ხომ? რაც შეეხება კრიტიკას, დამერწმუნეთ ხალხო, ეს ჯანსაღი კრიტიკა არის აუცილებელი ყოველთვის და თუ კარგი პოლიტიკური პარტია ხარ, ეს პირიქით უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ შენ აი ამ მნიშვნელოვან პრობლემებზე, რომელზეც გაკრიტიკებენ, რაღაცნაირად ყურადღება გაამახვილო, იმუშაო ამ პრობლემებზე და მიაგნო თუ სად გაქვს პრობლემა და რა არის მოსაგვარებელი. ამიტომ მე მგონია, რომ ეს გადაჭარბებული შეფასებაა ჩვენი მისამართით. აი რამდენიმე წუთის წინ ბატონი დავით არხანმოურავი იყო პირდაპირ ეთერში სტუდია ნომერ 8-ში და ის საუბრობდა, რომ ჩვენ მუდმივად ქართულ ოცნებას ვეუბნებით რა არის სწორი, რა უნდა გააკეთონ, ვაწვდით ინიციატივებს და აი ასეთი იყო მისი ნარატივი, ასეთი იყო ისი საუბარი, არა კრიტიკული და არა ვთქვათ რაიმე დამამცირებელი ან შეურაცხყოფელი, არამედ აი ასეთ რეჟიმში საუბრობდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს შეფასება გადაჭარბებული იყო. ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ არჩევნების თემაზე და არ მინდა ამ საკითხს გავცდეთ. მიდიხართ თუ არა არჩევნებზე, ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. ღია ეთერში ხართ. სამწუხაროდ გაიჩია ზარი, თუმცა აუცილებლად შემოგვერდება მორიგი მაყურებელი სტუდიის ტელეფონის ნომერზე 555-88-45-98 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და იგივე ჩვენი ქვეკითხვა მინდა ასე ვთქვათ შეგახსენოთ, როგორი მერები და საკრებულოს დეპუტატები სჭირდება ჩვენს ქალაქებსა და რაიონებს. შეგიძლიათ ამ კითხვაზეც უპასუხოთ და რაც მთავარია, როგორია განწყობა თქვენში, აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ვის უჭერთ
მხარს ბუნებრივია, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვინ იქნება თქვენი მრჩეული. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა, გისმენთ. არაშიძე მიდია თორჩიანო. ვარომერი მიდის არაშიძე. ვერ გავიგე თუ შეიძლება თქვენ თუ მიდიხართ არჩევნებზე ამაზე რომ მიპასუხოთ მოკლედ. რამოვებს ხაზად. გასაგებია. მადლობა ზარცო. ესე იგი 8 ნომერს ირჩევთ და შემდეგ უკვე ვერ მოვისმინე, ბოდიშ გიხდით. მადლობა. მთავარია რომ არჩევნებზე მიდიხართ. ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა. აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. 557-88-95-88-ზე გვიკავშირდებით იმისთვის რომ ჩაერთოთ პირდაპირ ეთერში, როგორ ხვდებით ზოგადად არჩევნებს, როგორ მივედით აქამდე რომ ქვეყანაში მუდმივად აქციები გვაქვს, მუდმივად საპროტესტო განწყობა, მუდმივად პოლარიზაცია, პოლიტიკური პარტიები ვერ თანხმდებიან თითქმის ვერაფერზე, ოპოზიცია გახლეჩილია, თავად პოლიტიკური პარტიები ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებული, არ არიან გადაწყვეტილები საკუთარ მანდატს არის ბრძოლები მიმდინარეობს, შიგნით დაპირისპირებები, მუდმივი შეურაცხყოფები, დაკავებები ვხედავთ, როგორი დაკავებების სერია მიმდინარეობს ასევე და კანონები მთელი ეს პროცესი რაც გავიარეთ ჩვენ ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკიდურესად მძიმე იყო, უკიდურესად დამძაბველი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის და მივედით თვითმმართველობის არჩევნებამდე და ხვალ არის ეს მნიშვნელოვანი თარიღი. არის თუ არა თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს პროცესი და აპირებთ თუ არა მონაწილეობის მიღებას არჩევნებში. მოусმინოთ მორიგ ზარს. ალო. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, დგენაცვალე. ხმას ვაძლევ პატრიოტთა ალიანსს. კი ბატონო. ნუ ლანძღავს ხალხი ერთმანეთს, ყველა პარტიას, ნუ აძულებენ ერთმანეთს. მიაქციონ ყურადღება პენსიონერებს. გამოიყენონ ძველი ცოდნე პენსიონერების გამოცდილება. დაიწყონ საუბარი რუსეთთან, თხოვოთ რომ დაგვიბრუნოს ჩვენი ტერიტორია. ყველას ურჩევ რომ ერთმანეთს მოვეფეროთ, ნულანძღავთ და ბიძინა ივანიშვილის დაწყებული მშვიდობიანი საქმე გავაგრძელოთ დიდხანს და მივხედოთ ერთმანეთს. აი ძალიან გთხოვთ რომ თუ ოცნების ხალხს ხმას აძლევენ პატრიოტთა ალიანსი და ეს ოცნების პარტია თბილად და ტკბილად ისაუბრონ ერთმანეთში. მადლობა ზარისთვის, თქვენი სურვილი გასაგებია, თქვენ გინდათ რომ პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება თანამშრომლობდეს ერთმანეთში და მჭიდრო კავშირი და მჭიდრო ურთიერთობა ქონდეთ ერთმანეთში, თუმცა აი ამ შემთხვევაში ორივე მხარემ უნდა გამონახოს აი ეს ინიციატივა. პატრიოტთა ალიანსი მუდმივად საუბრობს ამაზე, რომ არის აუცილებელია ეს ყურადღება, პოლიტიკური პარტიების გაძლიერება, ჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ხელშეწყობა, პატრიოტი ადამიანების დანახვა და მათი ინიციატივა სწორად შეფასება ეს უნდა შეეძლოს ქართულ ოცნებასო მუდმივად საუბრობენ ამაზე პატრიოტთა ალიანსში ვინაიდან მთავარი გადაწყვეტილების მიღება ახლა ქართულ ოცნებაზეა იმიტომ რომ ისინი არიან ხელისუფლებაში უკვე 13 წელია და მათ უნდა ქონდეთ ასეთი ინიციატივა რომ შემოიკრიბონ პატიოსანი კარგი ადამიანები თუ თქვენს კითხვას უპასუხებ აი ესეთ იქნება ჩემი შეფასება 557-88-95-88 გახლავთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი და მიდიხართ თუ არა არჩევნებზე. მორიგი მაყურებელი შემოგვიერთთ. არ მივიდივარ. მოგესალმებით. რატომ არ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? არ ვაპირებთ რატომ? გისმენთ? არ ცეთინა გასაგებია თქვენი შეფასება, თუმცა იმედი მაქვს რომ გადაგაფიქრებინებთ, იმიტომ რომ მე მესმის შეიძლება თქვენ რაღაცნაირად გაწმილებული ხართ, იმედგაცრუებული ხართ, ნიჰილისტურ განწყობაზე ხართ, მაგრამ თქვენი პირადი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროთ ასეთ დროს და უნდა იფიქროთ იმაზე, რომ თქვენ რაღაცნაირად ქვეყანას დაეხმაროთ, აი ამ თქვენი ერთი არჩევნებში მონაწილეობით, ერთი ხმა, რომელიც არ გაყალბდება, არის ხოლმე ყოველთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ გამონახოთ იქნებ ძალა და მიიღოთ
არჩევნებში მონაწილეობა და რაც მთავარია გადახედეთ კანდიდატებს და მე ვფიქრობ რომ თქვენ აუცილებლად მოძებნით ისეთ ღირსეულ კანდიდატს რომელიც თქვენს გემოვნებასთან ხასიათთან ქვეყნის განვითარების ხედვებთან დაკავშირებით ერთობა გექნებათ მოვუსმინოთ მორიგ ზარს მოგესალმებით გამარჯობა გისმენთ აუცილებლად მეკითხებდი ამ ხალხის რა არის მესის შემოკარგვეჭით დიახ აგერ გინდა თუ რა წადით ამას მიეცით რაც მაძავლებს კავშირს ეს არასწორი მიდგომა კი ბატონო გეთანხმებით ანდრეა თქვენი ჭირინეთ გეთანხმებით ნამდვილად კარი ხალხს მირჩევთ ხმად აუცილებლად და არის თუ მეორე პენსია დაასახელონ რამდენია საჭირო ხაზარაძე ხვადრებდა დასაბელია აირჩიონ ხაზარაძეელია გასაგებია მაგრამ შეიძლება ქართველები ცოტა დაჩით ერთმანეთს უნდა გვიყვარდეს და გაუგრძელოთ ამ სიყვარულს აი ეს არის ჩემი საქმე კი ბატონო ნამდვილად იმ კანდიდატებს რომელსაც აურჩევთ ქართველი ხალხი უნდა უყვარდეთ მე ასე ვფიქრობ და გააზრებული ქონდეთ რომ ისინი იმიტომ არიან იმ ადგილზე სადაც არჩეულები იქნებიან რომ ის ხალხი დაიცვან მათზე იზრუნონ იმ პრობლემების მოგვარებაზე გადაჭრაზე იფიქრონ რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ ამიტომ მთავარია რომ ალბათ პატრიოტი პატიოსანი სულის ადამიანი ავირჩიოთ ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინება რომ როდესაც რაღაც პრობლემა გვექნება იმ ადამიანს კარი გაღებული ექნება ჩვენთვის როდესაც მივალთ და მას დახმარებას ვთხოვთ და საკრებულოში მიგვიღებს და დაგველაპარაკება ჩვენს პრობლემას მოისმენს მაინც და რაღაცნაირად ემპათიას გამოიჩენს ჩვენს მიმართ. მოვუსმინოთ მორიგი მაყურებლის შეფასებას, მოგესალმებით. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობა. მინდა თათელეობა, ჩვენ გადავლეთ მას არჩევნ ნამდვილად ისეულ და იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გვინდა იყოს წარმატება, ყველა ოჯახი, ყველა პატარა იყოს ოფისი და იყოს ყველანაირი სიმშვიდე და სიმხნარე. ერთმანეთს უნდა ვქეთ პატივი და გავიდეთ აუცილებლად ყველა არჩევნებზე. გასაგები. მადლობა სარისთვის, იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. მე ვუერთდები თქვენს მოწოდებას და კიდევ დავამატებ იმას, რომ ასე ვთქვათ, მოვდუნდებით, ვიტყვით აი ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს პირიქით, ვიყოთ აქტიურები, ვიფიქროთ ჩვენთვის უკეთესი მომავლის შექმნაზე და აუცილებლად აი ეს ნიჰილისტური განწყობა გვერდზე გადავდოთ, მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. მოვუსმინოთ მორიგ ზარს, მოგესალმებით. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ ბატონო. მე არ მიმდივარ არჩევნებში. რატომ არ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? მე არ ამჯერადებით, იმიტომ. თუმცა მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რაღაცნაირად ეს ნიჰილიზმი ვინ უნდა გააქარწყლოს, ვინ უნდა მოაგვაროს ის პრობლემები თუ არავის არ დაუჭერთ მხარს? მადლობა ზარისთვის, როგორც ჩანს არ გესმით ჩემი ხმა, თუმცა მოისმენთ შემდეგ ახლა გავაკეთებ განმარტებას. თუ კი არაფერს არ გავაკეთებთ, მაშინ არაფერი არ შეიცვლება, ხო? რაღაცა პატარა მონაწილეობას თუ მივიღებთ აი ამ პროცესში, რაღაცა ცვლილებებს თუ დავუჭერთ მხარს, თუ შევხედავთ აი ამ პროცესს, აი ასე რომ ნიშნულოვანია ჩვენი ერთი ხმა აი ამ პროცესში, რომ არ გაყალბდეს, სწორი არჩევანი იყოს გაკეთებული და სწორი პიროვნებები იყვნენ ჩვენი ქვეყნის სათავეში. იმ ადგილებზე, სადაც იმისახურებენ ნამდვილად მუშაობას, მაშინ მიხვდებით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, იმიტომ რომ თუ არაფერს არ გავაკეთებთ, არაფერი არ შეიძლება და თუ ვიბრძოლებთ, აუცილებლად კონკრეტულ შედეგს მივიღებთ. მოვუსმინოთ მორიგ ზარს, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, გისმენთ. რა თემაზეა ქალბატონო? არჩევნებში აპირებთ თუ არა ქალბატონო ხვალ მონაწილეობის მიღებას თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება ჩვენს ქვეყანაში? ნახე ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, გამარჯვებულია ოცნება. და რატომ ხართ ასე დარწმუნებული? 1000% ვარ.
რატომ და ისეთი ოპოზიცია ყავენ რომ მათ გაიმარჯვებენ განამტკინებულად ახლა ნორმალური ოპოზიცია რომ ყავდნენ რომელსაც მართლა უყვარს საქართველოს მართლა ოპოზიცია მართლა შეწკევა გული და ინასაერთა დავით აღმაშენებელივით და რა ვიცი ვინ ჩამოთვალო უყვარს საქართველოს მაშინ ვერ გაიმარჯვებენ იმიტომ რომ თაღლითები არიან თაღლითები არა ხალხი არიან 20 ლარი დაუმატეს პენსიას ემატება მომავლიდან და ეს პარტია რომ იმარჯვებს იქ რა ვიცი რა ხდება რომელი არჩევნები თუმცა თუ არ მიხვალთ არჩევნებზე და აი ამ ყველაფერში მონაწილეობას არ მიიღებთ მაშინ მუდმივად ასე იქნება აჰა ერთი მისლით მე კი არა მართლა რომ გაიმარჯვებს სხვა პარტიამ ესენი ყველაფერს გააკეთებენ რომ არ გაიყვანო მადლობა ზარისთვის ძალიან მწყის როდესაც მესმის ასეთი შეფასებები რომ აი ასეთ ნიჰილიზმში ხართ თუმცა მე აუცილებლად ვეცდები რომ გადაგარწმუნოთ და გითხრათ ის რომ თუ არაფერს არ გავაკეთებთ მართლაც არაფერი არ შეიცვლება ამიტომ ჩვენი ერთი არჩევნებში მონაწილეობით აი ამ პროცესს ნუ დავაკლდებით ძალიან გთხოვთ გამონახეთ თქვენს თავში ის ძალა რომ დარწმუნებული იყოთ თქვენს ძალაში რომ თუ კი მიხვალთ არჩევნებში ამით პატარა საქმეს მაინც გავუკეთებთ ჩვენს ქვეყანას და იმ პროცესის შეცვლაში მონაწილეობას მიიღებთ, რომელიც თავადაც თქვით, რომ არ მოგწონთ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. მოგესალმებით, მენაცვლა. გამარჯობა. იცით რა მიკვირს, აი ამ წუთას ქალბატონმა დაგირეკათ და ოცნებას ვაგერებ ხმას. გაურეკოს ოცნების ტელევიზიას და გაახაროს. რატო გირეკავთ თქვენ? თუ თქვენ ხარს არ გიჭერთ, რას გისმენთ თქვენ? დავით თარხანმოურავი და ივანიშვილი შევადაროთ ახლა ერთმანეთს. ივანიშვილი გეუბნებათ რომ წადით ამ ქვეყნიდან. აქ არაფერი არ იქნება 15 წელი და ეს პენსიონერები კიდევ იცოცხლოთ 15 წელიწად. და დავით თარხანავი პირიქით გეუბნება ჩამოდით ის წასულები ვინც ახართ შევქნათ აქ სამუშაო ადგილები 1000 ვარიანტს გვჭირდება ნუ გულგრიგებს ყველა თავისი სიტყვით ერთ ივანიშვილის გამოსვლა მანახეთ მაჩვენეთ რომ სადღაცას ხალხის მხარეს რაღაცა ილაპარაკოს ეს ხალხი ჭუიდან არის გადასული ეკავენ თქვენთან ვადლებ ივანიშვილს მას დაურეკეთ პირდაპირ ივანიშვილს და ეფერე და კოცნე იმ ივანიშვილს უჩეთ კარგით, გასაგებია თქვენი შეფასება, თქვენი ბრაზის მიზეზიც მესმის, თუმცა ეს პირდაპირ ეთერია, ბატონო, ყველა მაყურებელს, ყველა რადიომსმენელს შეუძლია, ყველა მოქალაქეს შეუძლია პირდაპირ წესით გადაცემაში ჩაერთოს, მიიღოს მონაწილეობა. ეს ჯანსაღი პროცესია, როდესაც სხვადასხვა აზრი არსებობს, როდესაც ყველა ადამიანი ერთ აზრზე ნამდვილად ვერ იქნება და ეს აჩვენებს სწორედ იმას, რომ ჩვენთვის ყველა მაყურებელი, ყველა რადიომსმენელი, ყველა ადამიანი, რომელიც გვიკავშირდება, არის მნიშვნელოვანი და ყველას ვუსმენთ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. კი ბატონო, არჩევნებზე ვიხვალთ, მაგრამ შეგიძლიათ მე დაისვა თქვენი ხმები? მე ხო ვეღარ იცავთ უკვე. ხო ახსოვთ საგარეჯოში რა მოხდა? გეიმარჯვეთ 10%-იანი მაგრამ გამოყარენ აქეთ. იცავთ მე ხმას, ვერ იცავთ მე. მე რასაც უნდა იმას დაწერენ. 80% რომ მიიღოთ 3% დაგიწერავე. გააჩაჩვიე, მიდი აბა იბრძოლე, მიდი ამე გააკეთე. ვერაფერს ვერ გააკეთებ. გამოსავალი რა არის ბატონო, მაშინ ასეთ დროს გამოსია, თუ არ მოხდა, თუ არაფერი შეიცვალა, ასე მისული არჩენებით გამორიცხულია. ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ რევოლუცია არის აუცილებელი, წარმოუდგენელია, რომ როგორ შეიძლება აი ასეთი მისწრაფება გქონდეს, როდესაც განვითარებული ქვეყანა გქვია და უნდა შევძლოთ ის, რომ არჩევნების გზით მივიდეთ სწორ გადაწყვეტილებამდე, სწორ არჩევანამდე და ასე შემდეგ. არის ამის შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში და ნამდვილად აი ეს პროცესი უნდა გავაჯანსახოთ, უზრუნველყოთ შემდეგ ეს, რომ იმდენად გამჭვირვალე იყოს, გაყალბება არ მოხერხდეს. მუდმივად შეიძლება იმაზე ვსაუბრობდეთ, რომ ქუჩა
ქუჩაში გამოვიდეთ, რაღაცა გავაფუჭოთ, რაღაცა გავტეხოთ და აი ამ გზით მივაღწიოთ, აი ამ ყველაფერს. არ შეიძლება მუდმივად აი ამ დესტაბილიზაციაში, აი ამ დაპირისპირებაში ვიყოთ და აი ამ დესტრუქციაში ვიყოთ. მშვიდობა სჭირდებათ ადამიანებს და აი ეს დაალაგებული ცხოვრება სჭირდებათ, რომელიც ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევქმნათ ჩვენ მოქალაქეებმა და კეთილსინდისიერ ხელისუფლებასთან ერთად. ამიტომ ის ადამიანები, რომელსაც ავირჩევთ, უნდა იყვნენ კეთილსინდისიერები და აი აქ თქვენ უნდა დაანახოთ თქვენი მხარდაჭერა ამ ადამიანებს. მოусმინოთ მორიგი მაყურებელი ყავს ხაზზე. მოგესალმებით. მშვიდობისა, ქალბატონო ლიზა, ის მისემი ხმა. კი ბატონო, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ქალბატონო ლიზა, ხოლ არჩევნებია და მისაწვდომი არც ჩვენ სედოში არცად არ მოუტანია და ეგ გაყალბების ის ვარიანტი ხო არ არის? თუ დარეკეცადმე და თუ მოიკითხეთ ბატონო, რატომ არ მოგიტანეს სახში ბიულეტინი? არა, სახში კი არის თემბანს სხვაების მობინატრეს კითხე და ყველა ამბობს რომ არაფერი არ მოუტანია. კი ბატონო, კი პასუხებთ. მადლობა ზარისთვის. სავარაუდოდ უნდა გადაამოწმოთ პერსონალურ კომპიუტერში თქვენი მონაცემები, სად როგორ შეგიძლიათ ხმის მისცემა, რომელ უბანზე შეგიძლიათ ხმის მისცემა, თუმცა მე გეთანხმებით, ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის ისეთი საკითხი, რომელსაც უბრალოდ ვერ გაართმევს თავს, ვერ შეძლებს ხანდაზმულ ადამიანებს განსაკუთრებულად გაუჭირდებათ, ამიტომ იქნებ დარეკოთ, მოიკითხოთ ამის თაობაზე ცხელი ხაზის ნომერზე. მადლობა ზარისთვის. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ცოტა დრო რჩება. ღია ეთერში ხართ. კი ბატონო, გისმენთ. ისაუბრეთ ბატონო, თუ შეიძლება, მე გისმენთ. მე მაინტერესა ხალხმა რა ვერ გაიგორო, თუ არჩევნებში ვერ მივდალ, მაშინ ყავდება არჩევნები და არ არის ნიშნვა არ უნდა და როგორ უნდა რაღაცა რო შეცვალოთ. კი ბატონო. გეთანხმებით, თქვენ ხომ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? მე არ ყოფილა შეცვალა რომ არ წავშოლა. უღრმესი მადლობა. მადლობა. მაღალი პასუხისგებლობისთვის, რომელიც გაგაჩნიათ 557-88-55-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და მართლაც ეს არის პასუხისგებლობა ქვეყნის წინაშე. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ამიტომ ნუ დავაკლდებით არჩევნებს, მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. მოусმინოთ მორიგ ზარს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა, ისაუბრეთ. მე არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობა. რატომ არ იღებთ, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ ღია ეთერში? ყველა ხართ ოცნების სატელიტები, ვინც დღეს კენჭით და არჩევნებში მონაწილეობს. ყველა ხართ გამყიდველები, ყველა ხართ სამშობლოს მოღალატეები. გასაგებია თქვენი შეფასება, აი ასე რადიკალურად რომ აფასებთ ხოლმე სხვა ადამიანებს, აი ამიტომ არის რომ თუნდაც ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის მუდმივად არის და ეს დაპირისპირება და რაღაცა ქართული ოცნების მომხრე, ნაციონალური მოძრაობის მომხრე, აი ასე არიან ადამიანები დაყოფილები. ჩვენ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, პერსონალურად თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს იმის გადაწყვეტა, რა უნდა და რა არ უნდა. მე იქნებ მინდა არჩევნებში მონაწილეობა, თქვენ არ გინდათ, ნუ მიიღებთ. ამ არჩევანის უფლება უნდა გაგვაჩნდეს და უნდა მივცეთ ერთმანეთს რომ გავაკეთოთ და მოვიქცეთ ისე როგორც გვინდა. ამიტომ გასაგებია თქვენი შეფასების, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ეგეთი აზრი, უბრალოდ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყანაში რაღაცას ცვლის, რაღაცის უკეთესი მომავლისთვის, რაღაც რამდენად ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ რა ვიცი, მოგვეცით უფლება ჩვენ ვისაუბროთ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ალო. პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. მე ახლა ხარ ამ დროში თქვენთან. მე ერთი აზრით აქვს, ესე იგი კონსერვატორები. მათთან ალიანსი უნდა გაერთიანდნენ ერთი მორესთან. გასაგებია, მადლობა. მადლობა ზარისთვის, გადაცემისთვის, განკუთვნილი დრო ამოგვეწურა. მადლობთ რომ იყავით ჩვენთან ერთად, დაგვიკავშირდით და რაც მთავარია გადაცემის შეჯამებას თუ გავაკეთებთ, ჩვენ მივხვდებით იმას, რომ ჩვენი მაყურებლები, ის ადამიანები, რომლებიც საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩართო დღეს გადაცემაში გვიკავშირდებოდნენ, ერთხმად ამბობენ იმას, რომ არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რაც ძალიან კარგია, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს უნდა გაცნობიერებული ქონდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესია ნამდვილად და აქედან გამომდინარე საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა კონდეს გარკვეული რა პასუხისმგებლობას გრძნობს აი ამ პროცესის მიმართ. მადლობა ზარისთვის, აქტიურობისთვის, გადაცემას ლიზა კვესელავა უძღვებოდი დროებით.